მე მგონია რომ ქრისტიანისათვის იმაზე ძვირფასი არაფერი არ არის თუ არა დღის წირვით დაწყება, მით უმეტეს როცა ეზიარება. ღმერთმა მოგცეს შესაძლებლობა რომ რაც შეიძლება ხშირად ჩვენი ყოველი დღე დაიწყოს წირვით უფალთან ერთობით და ზიარებით. მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისათვისაც, როცა მოგვეცა ამის შესაძლებლობა. საერთოდ წირვა და წირვის აღსრულება, რომელიც გარეგნულად ძალიან ბევრ რამეს მოიცავს, დინამიურს, ერთგვარ პრობლემა შეიძლება ქმნიდეს სასტურიც კი შეიძლება ეს იყოს, როდესაც ადამიანი წირვაზე დგას, თქვა ღვთელი მსახურებს, დიაკონი, სტიხაროსანი, მგალობელი, მედავითნე და ასე შემდეგ და საქმეს აღასრულებდეს. გასაგებია საღვთო საქმეა, მაგრამ ეს განწყობა კონდეს, რომ აი საქმეს აკეთებს, საქმეს გარეთ იყოს, თავის გარეთ იმყოფებოდეს და ესეთი დამოკიდებულებები არსებობს სხვათა შორის, მათ შორის სამღვდელოებაშიც, რომ აი საქმეს აკეთებს გარეგნულად, თითქოს ძველი აღთქმის ღვთელი იყოს და იქ საკლავს დაკლავს, იქ ცეცხლზე დადებს, მოქმედებს, დამწყებს. ყველა ვინც არ უნდა იყოს ღვთელი იქნება ეს თუმცა ღვთელი მანამდე უკვე მზად უნდა იყოს, ესეთ კაცს მორო თქვას. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერის კაცს ასევე მგალობლებს, მედავითნეს და ასე შემდეგ, სტიხაროსას დამწყებს შეიძლება ეს კიდე ამგვარი რამ მქონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ-ერთი წმინდა მამა როგორ ამბობს ხშირად მithქვავს, რომ ისიხია, ანუ ეს საკუთარ თავში ჩაღმავება და გარინდება ღვთის წინაშე და წირვა უმაღლესი ისიხია არის. როგორ არის წირვა უმაღლესი ისიხია? რანაირად, როცა აი ამ ხელა დინამიკაა და არც ბნელო თახში ვართ და არა ვართ ესე დაბალ სკამზე მჯდომარენი, თავჩაქინდრული და არ ფორმითაც ასე არ ვცდილობთ გულში ჩაღმავებას, გარეგნულად აბსოლუტურად უმოძრაონი, არამედ აი ესე დინამიკაში ვართ. საქმე იმაშია, რომ წირვის დროს აი ეს განწყობა განცდა, რომ აი ახლა საქმეს ვაკეთებ და საქმეს აღვასრულებ, ნელ-ნელა უნდა უკანა პლანზე გადაიწიოს ამან ყოველივემ და ვისწავლოთ აი ამ დინამიკაში ჩაღმავება საკუთარ თავში. ამიტომ არის ხოლმე შეიძლება ზოგს თქვათ, შეიძლება ეჩვენება არას უცნაურად, რომ მე თქვათ კაცად ვითხოვ სიმყუდროვეს, რომელსაც რა თქმა უნდა ვერ ვახცევ, დღესაც აქ ფოთი იყო ტაძარში და არ იყო ის განწყობა, ცოტა ბავშვები ხმაურობდნენ, გალობლებს უჭირდათ, გასაგებია რომ არ დამწყებები არიან და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე როცა ვითხოვ ამას, ხო, დიდ ტაძარში კიდევ უფრო რთულია გაკონტროლება ამისი. მარტო ჩემთვის არ ვითხოვ, თქვენთვისაც მინდა ეს იყოს, რომ თითოეული თქვენთაგანი ამგვარად იყოს, ამგვარ გარემოში იყოს. ზოგი ფიქრობს, თუ რა მოხდა კაცო შენთვის ილოცე და იქ რაღაცა ფაჩუნი იყო, ლაპარაკი იყო. კიდევ ვიმეორებ, თუ ჩვენ გარეგან მსახურებას აღასრულებთ, არანაირი პრობლემა არ არის. თუ გინდა ხმაური იყოს, წაიკითხავ კიდევაც და ყველაფერს სქემებს ყველაფერს ზუსტად შეასრულებ. მაგრამ თუ შენთვის წირვა ეს არის იგივე ისიხაზმი, ისიხია, ანუ საკუთარ თავში ჩაღმავება, თითქოს ბნელ სენაკში, სადაც კანდელიც კი რომ არ ანთია, აბსოლუტურ ბნელ სენაკში ღამე ზიხარ და უფალს ეძებს შენს გულში, თუ შენთვის წირვა სწორედ აი ამის შესაძლებლობაა და საოცარი შესაძლებლობა მე მინდა გითხრათ, მაშინ რა თქმა უნდა ნებისმიერი გარე გამაღიზიანებელი, რომელიც წირვის საკუთრება არ არის, ხელის შემშლელი ხდება. ჩვენ წირვის დროს ვცდილობთ ცოცხალ ღმერთთან, პიროვნულ ღმერთთან ერთობა დავამყაროთ და არა უბრალოდ რაღაც გარეგან საქმეს აღვასრულებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს და ამიტომ სწორედ აი ამ კუთხით და ამგვარად უნდა შევხედოთ. და მაშინ უკვე გასაგები ხდება. უკვე წირვის დროს იმასაც კი მნიშვნელობა აქვს, შენ როგორ დგახარ და შენ თავმა რო ხელი არ შეგიშალოს. რატომ არის აი როცა ადამიანი უძლურებაშია თქვათ, ხო? აი თქვათ ან გაციებული, ან მე ალერგია რომ შემომიტევს ხოლმე და რა მე წირვა არ მინდა მაშინ, იმიტომ რომ როცა წირვის დროს მე რაღაცა მაწუხებს, უკვე ჩემს გარეთ გინდა არ გინდა გავდივარ. ამიტომ მნიშვნელობა აქვს იმას როგორ დგახარ, ფეხები გაჩაჩხული დგომა, იმ რეალში ძალიან ბევრი დგას ხოლმე ფეხები გაჩაჩხული. ამასაც ფეხები ერთად უნდა იყოს. ეს გარკვეულად განგაწყობს, ისე როგორც დოინ შემოყრილი ხო ვერ ილოცებ, აბა ერთ მოსინჯეთ. ან დააჯექი ფეხი ფეხზე გადაიდე. ხო, გარეგანი შინაგანზე მოქმედებს და როდესაც ფეხები გაჩაჩხული დგახარ, ასე მოძრაობ, აქეთ-იქით იყურებ, ფეხები ერთად, თავი დაღუნული ცოტა და ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო და ასე რომ
საკუთარმა თავმაც კი ხელი შეიძლება შეგიშალოს, როდესაც ის რაღაცა გარეგანზე აქცენტირებული. ხოლო თუ მოახერხე საკუთარ თავს ჩაღმავება, საოცარი რამე ხდება, 3 საათი ხოლმე ისე გადის, რომ ვერც კი გძნობს ადამიანი. 3, 4 საათი, 5 საათი ისე შეიძლება გავიდეს, ვერც კი იგზნო. შეიძლება რაღაც ფიზიკურად გაწუხებდეს, ტკივილი გქონდეს, ან ფეხი გაწუხებდეს, ან ხერხემა, იმ მომენტში შეიძლება ვერაფერი ვერ იგზნო. იმდენად საოცრად, ანუ რაღაც სხვა რაღაცა ხდება ამ დროს ადამიანში. ხო და ეს გავითვალისწინოთ. და კიდევ ერთხელ მადლობა უთხრათ ღმერთს, რომ დღეს მოგვეცა საშუალება ღვთისმსახურების სასრულების